ხო და კითხვა ესეთია, რომ თუ ჰეროდეს არ ქონდა იესოს სიკვდილით დაჯის უფლება, იოანე ნათლისმცემლის დაჯის უფლება საიდან ქონდა? ხო გასცა ეს ბრძანება, რომ წადით და თავი მოკვეთეთ. აი ეს როგორ არის? თუ ამის უფლება ქონდა, იმის უფლება რატო აღარ ქონდა? აი ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა და აი სწორედ მე მოგახსენეთ, რომ იოანე არის ბოლო წინასწარმეტყველი და აი სწორედ ამასთან არის კავშირში, რომ სიკვდილით დაჯის უფლება ჰეროდემ დაკარგა სწორედ იმიტომ, რომ იოანე ნათლისმცემელი დასაჯა სიკვდილით. იმიტომ რომ არაფრიც არ ქონდა, როგორ შეიძლებოდა იოანე ნათლისმცემლის სიკვდილით დასჯა. გესმით, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, რატო იცით? შეიცვალა ყველაფერი. აი როგორც ადამმა რო შესწოდა სამოთხეში და შეიცვალა, რომ აი რომ მოვიდა გონს, უკვე სხვა სამყაროში ამოყო თავი. მე აღარ ვლაპარაკობ მარტო იმას, რომ სასופელიდან გააძევეს. აი ეს ყველაფერი შეიცვალა, ბუნება შეიცვალა, ადამიანის ცნობიერება შეიცვალა. იმიტომ რომ რაღაც ისეთი გააკეთა, რამაც შეცვალა, აი რაღაც მოწამლა ყველაფერი. აი რაღაცა შხამი რო გადაასხა ხა და უცებ ნახავ სცენარები ამოდიან სხვანაირად ცხოველებმა სახე იცვალეს. აი რაღაც ამდაგვარი მოხდა ამ დღეს, როდესაც იოანე ნათლისმცემელი მოუკლევინა ჰეროდე ანტიპამ. შეიცვალა და პირველ რიგში შეიცვალა ის, რომ დამთავრდა წინასწარმეტყველთა ხანა ისრაელის ისტორიაში. დამთავრდა. იოანე იყო ბოლო წინასწარმეტყველი. ჟული იყო, ესე იგი თავარის ჟული. ანუ აი ძველი აღთქმის ჟული დასრულდა ამით, ამიტომ უკვე აღარ შეიძლებოდა რომ ქრისტე არ ყოფილიყო. ქრისტე რო იყო, იმიტომ დაუშვა ღმერთმა ამის დამთავრება, იმიტომ რომ სრულებით უკვე უკონტროლო გახდა ყველაფერი, იმიტომ რომ ის რაც არ შეიძლებოდა ის გააკეთა აი ჰეროდე ანტიპამ და გადაჭრა რაღაცა, გესმით ისეთი, რომლის შემდეგაც უკვე რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა შეცვლილიყო და პირველ რიგში მას თვითონ შეეყო ეს ცვლილება, რომ ესე იგი ქვეყანა დარჩა ჟულის გარეშე, წინასწარმეტყველის გარეშე და აი სწორედ აი უკვე მოსულია ქრისტე და ის შემდეგ იწყება ახალი ქრისტიანული ხანა, ერა. იესოს მოწაფეები და სავარაუდოდ კი არა, იქ ქრისტეს და იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებია ისინი, ვინც ბოლოში არის ნახსენები, ვინც სხეული დამარხა იოანეს და როდესაც სხეული დამარხეს, ისინი მივიდნენ იესოსთან ყველანი ერთად და უთხრეს, რომ დაასაფლავეს წინასწარმეტყველი და ისინი შესაბამისად უკვე ყველანი ხდებიან ქრისტეს მოწაფეები და ახალი აღთქმის ჟული აი აქედან იწყებს უკვე, აქედან ედება საფუძველი.